ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ მთავარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა 8 ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, პოლიტიკური პატიმრის მიმართ და პარალელურად საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებდნენ ღალატის ქრონიკას. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა 1, არა 2, არა 3 პირისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რაც არ უნდა ეგონოს მას, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველო გამართლდა ჰააგაში, ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. დიახ, ეს ღალატის კომისია სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა და თეა წულუკიანის მამას, როგორც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ყველაზე ანტიეროვნული, მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს ეროვნული გმირები ანტიგმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე. ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება. ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენი ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს ამ მოღალატე რეჟიმის სახით, რასაც ივანიშვილის რუსკოცური რეჟიმი ჰქვია. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ლეგიტიმაციის წყარო, ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას.